თვითმმართველობის თანამდებობების პირების დაცვის და შესაბამისი გარანტიების შესაქმნელად საიამ კვლევა ჩაატარა. ავტორების თქმით, კვლევამ კანონმდებლობაში გასატარებელი ცვლილებების აუცილებლობა გამოკვეთა, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ერთეული პირების დაცვის გარანტიებს და მეორეს მხრივ არ შეუშლის ხელს ეფექტური სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. შემუშავებული რეკომენდაციები კი ასეთია. თვითმმართველობის პირდაპირ გზით არჩეულ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მთავარმა პროკურორმა უნდა დაიწყოს, ასევე სისხლის სამართლებრივი დევნის დროს უფლებამოსილების შეწყვეტის ვადები უნდა განისაზღვროს, რათა ბრალის არ დამტკიცების შემთხვევაში თანამდებობაზე აღდგენას ხელი არ შეეშალოს. ამას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით და ძალადაკარგულად გამოაცხადა სისხლის სამართლის ნორმა, რომელიც აძლევდა საშუალებას სასამართლოს შეეჩირებინა უფლებამოსილება ახლადარჩეული და არჩეულ თანამდებობაზე მყოფი პირებისათვის, საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციამ და პარტნიორმა ორგანიზაცია LDA საქართველომ გადაწყვიტეს კვლევის განხორციელება. იგივე საერთაშორისო სტანდარტების გაანალიზების საფუძველზე, კანონმდებლობის შესწავლის საფუძველზე წარმოვადგენთ რეკომენდაციები, რომლებიც განსაზღვრავს, რომ ერთის მხრივ თუ სისხლის სამართლებრივი პროცედურების განხორციელება დაიწყება ამ პირთა მიმართ და დევნა განხორციელდება, მთავარი პროკურორი იყოს ჩართული და უფრო მაღალი სტანდარტი იყოს იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია რიგ შემთხვევაში ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე გამოყენებული იქნეს ამ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი პროცედურები.